მეგობრებო, ახლა მივდივართ საღამოს ნადირობაზე იხსე და ვისარგებლებ პირველად ჩემი ამ კამერით და ვნახოთ რა გამოგვივა. გადავიღებ ყველაფერს დარჩით და ყველაფერს განახებთ. მივდივართ ახლა იხსე სანადიროთ, ესე იგი გადაღების დრო მაქვს 7 საათი საკმაოდ ეყოფა. იმედია ელემენტიც ეყოფა. ხო და გაჩვენებთ. არც პირველად უნდა გადავიღო ესე რა და საინტერესო იქნება მე მგონი. ესე იგი ჩვენ მივდივართ ნაალაზნარში ჩვენთან გურჯაანის ბოლოზე და უნდა ჩაუდგეთ საღამოს გადაფრენაზე, ეგრეთ წოდებულ პერელიოდზე. და ვნახოთ როგორი შედეგიანი ნადირობა იქნება, თქვენს განახებთ. მივდივართ მე და ჩემი ბიძაშვილები, მაგათაც გაგაცნობთ. კაი ტიპები არიან ზოგადად. ნადირობა ძალიან უყვართ. ხო და ბავშვობიდან ერთად დავდივართ ხოლმე სანადიროთ. ნუ ეგენი უფრო ხშირად დადიოდნენ, იმიტომ რომ მე 20 წელი ბელარუსიაში ცხოვრობდი და 1000 ერთხელ თუ ჩამოვდიოდი ხოლმე. ეხლა სულ ვცდილობთ რომ ერთად ვიაროთ და რა ვიცი, გავაკეთოთ. აბა ვნახოთ რა გამოვა. ეს იქნება ჩემი პირველი ესე ვთქვათ სანადირო ვიდეო, რომელსაც მე ვიღებ და რომელსაც განვთავაზებ ჩემ YouTube არხზე, ხო და გამოწერეთ ჩემი გვერდი, მე წამახალისებს ეს რომ უფრო და უფრო მეტი და კარგი ვიდეო გამართო. სპეციალურ ნადირობასაც დავგეგმავ ხოლმე რომ საინტერესო საყურებელი იყოს. ვიზრუნებ იმისთვის რომ თქვენ არ მოიწყინოთ და მეც მიხარია ეგ თემა რა. ეს ჩემი ბიძაშვილია, შალვა. სკოჩი გინდა? აჰა. მე გვიდა და ბიბა. ბიბას გავულით ახლა. მაშო არა. მაშო დღეს დავტოვეთ სახში, იმიტომ რომ დაბნელდება და შეეშინდება. ხო და ცოდუა და შეეშინდება. კარგით, აბა, წავედით. ეხლა მითხარი აბა ჩვენი გეგმა დღევანდელი. ჩვენი გეგმა მივიდა. დაიპყრო წამოვიდა. გასაგებია და რა ადგილზე მივდივართ, როგორია? მე კი მოვუყევი. ადგილს ვერ ვიცი, რომ ადგილი შაასი არის. იმდენი ვიყურებენ, რომ გიყურებენ. შაასებო მაგადგილი ამათ მეირე. ანუ მივდივართ ალაზნის ჭალაში, ესე იგი ტბაზე არ მივდივართ. იქით არის. ტბაზე არ მივდივართ, არის ალაზანი. შევარდნილი და უნდა ცადოთ ჩვენი ბედი, იქნებ იხმა იქ შემოიფრინოს და ვეცადოთ ავიღოთ, მოვინადიროთ. აი ჩვენი ბიბაც. მარტო ბიბა? პატარა მონადირეც მოყავს. ბიბა? მართლა? მოლა არ შესწივდეს ბიჭო. არ შესწინე. დაიტევიან უკან. მამას იზამე, მამა იქნე შვილი აქედან აი. იმა, ორი პაპიროსი უდერფიჩ. დაჭექი შეწყნარად. ეი ბიჭო, რა ხდება ბრატ? არაფერი. ხო არ შეგწივდება. მამიკო, ვიწექი უკან. მაღლა არ წაუსვა, მე ხანარი ხო წამოიღე. ხანარი წამოიღე? რა ხედა წვილი მიხარ. რა, წვილი დიდი მიჩა. გაბრიელ. ეხა პირველად მოდი ხარ ძია სანადიროთ. რა კი, დღეს არიყავი ბიჭო. კიდე მოდი. ანუ ხო, უკვე იყო. გეშვაზე ყოფს რა, პატარა. ჩვენ მეგობრებო ვართ ყველა ხუნაშვილები და ეს პატარა ხუნაშვილი მიყვა ახლა დასაგეშად. საგეში. პატარა.
აი ფოთლიო გიდი. ეგ წინ, ნუ აი. სად გავჩერდე? აგი, სად ვიყავ? აი ზიპრიზე გააჩერე. აგი იქ რო გავაჩეროთ. არა შორია. ჰა? გააჩერე იგივე რომ დიდი მასალა გადმო და ხელი აჩერე. აჰა. ეგა. ძნელია. აი მას გადავიკიდებ აი. შაიკა. ხო, მოიცა ის გამისწორე. მაიყინე. აი, მოგიგეთ მო. ჩემი თოფი სად არის? ესე იგი, სამივე საგვაქვს ემერები. ხო? ემერ 145 ვექი. დავედით. დაიწყო. ავიწო. აჰა, აკი თოვლი არ არის აქ. აკი თოვლი არ არის. ადა ნაკლები ხავი. მოვედით. უი, აიცი, აგე წავიდა. სადღაც თვალი მოკრა შარო. აგე სიმაღლე. წავიდნენ. ძალიან მაღლა. Mozilla, блядь. არა. ერთი ხვი შემოვიდა. ვერ მოვასწარი ჩართვა. ვესროლეთ. მაგრამ სიბნელეს მოიფარა იქით და ისეთი გაფრინდა მგონი ახლაც მიფრინავს. ხვალეც იფრენს. 3 თუ 4 პატრონა ვესროლეთ და ოდიში თვაზნო. დაველოდოთ იქ კიდე შემოვიდეს რომ რაღაცამ გადაიფრინა თითქოს. გაიგები ბოხმა?
ჭირების ხმა გავიგე და წეგან ესე შემოვიდა და პირდაპირ აქ ჩაჭდა. მაგრამ სიბნელე იყო და არ ჩანდა. იქიდან პიპო მესროლა. სასწაულად აიწია ესე სიბნელეს გაყვარო არ ჩანდა და მე ესე რომ გამოჩნდა უკვე ცოტა შორი იყო კი ვესროლე, მაგრამ მაინც წავიდა.